მოგესალმებით ობიექტივის მაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ქრისტე აღსდგა პირველ რიგში. დღეს მადლობა რომ ჩვენთან ერთად იმყოფებით, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის საკმაოდ საინტერესო გადაცემა გვექნება. ეთერში თქვენთვის ვიმუშავებთ. მე და ბატონი ოთარ ჭითანავა. მოგესალმებით ბატონო და ქრისტე აღსდგა პირველ რიგში, რა თქმა უნდა. გილოცავთ ყველას. ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს. გაიხარეთ გინიცვალებთ, ნამდვილად სრულიად საქართველოს ბევრ აღდგომას მოგვასწროს, სულ გახარებულები და ბედნიერები. ბატონო თარ მოკლედ რა თქმა უნდა დავიწყოთ ჩვენი რეგიონის საკითხებით. უკიდურესად მძიმეა ახლა სიტუაცია რეგიონში. ჩვენ ვიცით რომ მოკლედ ირან-ამერიკას შორის უფრო მეტად დაიძაბა სიტუაცია ამ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ვფიქრობ უკვე ბოლოსთვის შემოვინახოთ. ახლა მაინც უშუალოდ საქართველოზე ვისაუბროთ. მე თუმეტეს რომ აქ უკვე თურქეთის ჩაერთო, უკვე ლიბანთან მიმართებაში, ისრაელის მიმართ რაღაცა შენიშვნები აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ცოტა გვერდზე გადავდოთ ეს საკითხები და ვისაუბროთ ახლა უშუალოდ ირან-საქართველოს ურთიერთობებზე. ეხლა მინდა გითხრათ რომ Fox News-ი ასეთი გამოცემა საქართველოს ირანის კავშირებზე საუბრობს და სწორედ აქ წერილში, გამოქვეყნებულ წერილში საუბარია რომ ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით ირანის რეჟიმის სანქციების გვერდისავლით სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად საქართველოს იყენებს. და საქართველოს სხვა შორის სტატიის სახელწოდება ზუსტად ასეთია. სტატიის თანახმად თეირანი საქართველოსთან კავშირებს უფრო და უფრო აღრმავებს. ეს შემოbrunება შესაძლოა პრობლემური იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის რეგიონში. ესე იგი, ირანმა საქართველოში უზარმაზარი ინფრასტრუქტურა განახორციელა ბატონო თარ, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობებზე, აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ირანული თქვათ იდეოლოგია აქ არსებული უნივერსიტეტების მეშვეობით ვრცელდება. აქ საუბარია კიდევ იმაზე, რაღაცა უფრო ღრმა და საფუძვლიან რაღაცა ურთიერთკავშირზე ქართულ ოცნებასა და ირანს შორის, მაშინ როდესაც ირანმა სულ რამოდენიმე ხნის წინ თავისი მშვიდობიანი მოქალაქეები, დემონსტრანტები, რომლებიც გამოდიოდნენ თავისუფალი აზრის დასაფიქსირებლად ხელისუფლების წინააღმდეგ, აღმოწონდათ მათ ეს რეჟიმი, 3000-ზე მეტი ადამიანი მოკლა. აი სწორედ ამ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ასე უსწორდება თავის მშვიდობიან მოქალაქეებს, ჩვენ ხედავთ რომ ქართული ოცნება აქ ირანულ დროშის სფერად მიღებას თქვათ ჩვენს ფუნიკულორს, ხო და ჩვენს ანძას. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არის, აი რა კავშირები შეიძლება კონდეს, რა ინტერესი შეიძლება კონდეს საქართველოს ირანთან, რომ აი ასე უცბად პროამერიკული ქვეყანა, უცბად გავხდით ანტიამერიკული, შემოვუბრუნეთ ზურგი ამერიკას და ეხლა პირდაპირ მივდივართ ირანისკენ და უფრო აი ამ აზიურ ქვეყნებისკენ. მივესალმებით ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს და მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია ეს ქართულ-ირანულ ურთიერთობებში არის ძალიან სერიოზული ცვლილებები შეინიშნება წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთთანამშრომლობა გქონდა ძალიან ბევრ სფეროში, სხვა შორის ყველაზე მეტი უცხოური კომპანიები, რომლებიც არის საქართველოში დარეგისტრირებული, ირანი არის პირველ ადგილზე, ფაქტიურად 13000 კომპანია მუშაობს აქ საქართველოში, ძირითადად ეს ეხება სამშენებლო ბიზნესს, ის რაც ჭირდება დღეს ქართულ ინფრასტრუქტურას, მაგალითად გზების დაგებას, ბიტუმი ძირითადად ირანიდან შემოდის, სამშენებლო მასალები შემოდის ირანიდან, მაგრამ ეხლა უკვე ის მას შემდეგ რაც ასე იგი ურთიერთობა დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ეს პოლიტიკური საკითხები წამოიწია, ესე ვთქვათ, წინა პლანზე და არა ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ სამწუხაროდ, აი რა თქვენ აღნიშნეთ, ამან გამოიწვია სრული გაუცხოება დასავლეთთან, ისეაც ძალიან ცუდი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეხლა მას შემდეგ რაც არაერთხელ ჩავიდა ჩვენი სამთავრობო დელეგაცია მათ შორის ირანის სასულიერო პირების დაკრძალვაზე და კიდე ძალიან ბევრი ისეთი განცხადება გაკეთდა, რომელიც მართლაც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ასევე იყო განცხადებები მოვისმინეთ არასასიამოვნო ირანის ელჩისგან, რომელმაც თქვა, რომ ის ქვეყანა, რომელიც ქვეყანა არ უთქვია,
ისინი ვინც მოემსახურებიან ამერიკის ინტერესებს, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს და არ დააკონკრეტა მართალია ვის გულისხმობდა, ის იყო დაძახებული ქვეყნის საგარეო უწყებაში, მაგრამ იქიდანაც გამოსული ვერაფერი ხეირიანად ვერ გაიგო ჩვენმა ხალხმა, რაზე იყო იქ საუბარი, მაგრამ მინიშნება აშკარად იყო ისეთი, რომ ჩვენ თუ ირანს უნდა დავეკითხოთ, ეხლა რომელ თვითმფრინავს დავსვავთ აქ თბილისის აეროპორტში თუ სხვა აეროპორტებში, რატვირც მივიღებთ, ეს არავის საქმე არ არის, ხო, მაგრამ ახლა ისინი თვლიან საჭიროს, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ და ახლა ისინი მართლა ქვეყანაა მათ აგრეთვე ბოდიშს გიხდით ჩაგეჭრებით მათ აგრეთვე გააკეთეს ის განცხადებაც რომ ის ქვეყნებიც კი რომლებიც აქამდე ამერიკას უჭერდნენ მხარს ისინიც კი თავს იკავებენო და ანუ თქვენ რაღა დაგემართათ ფაქტიურად ესე გამოვიდა რომ ყოველთვისო ჩვენს კი იყავითო ესეთი ურთიერთობა გვაქვსო ფაქტიურად ეს იყო კონტექსტი რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვსო ესე თანამშრომლობთ ერთმანეთთანო ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც თქვენ აღნიშნეთ და სრულად გეთანხმებით ჩავდეთ საქართველოშიო და ასეთიო ეკონომიკური ურთიერთობა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე იყო საუბარი გაღრმავებულიაო და რაღა თქმა უნდა ეს მუქარი სახით შეიძლება მივიღოთ ახლა ნუ გაგვიკვირდება აგერ ჩვენ მაგალითად იცით თქვენ რომ აზერბაიჯანის იმაში აეროპორტში ჩამოვარდა ირანული ბომბი და ვფიქრობ რომ აქამდეც არ გაუჭირდებათ მაგრამ რაშია იცით საქმე რამდენად სწორად თამაშობს ახლა მე მესმის როდესაც ხელისუფალი ხარ როდესაც დიპლომატი ხარ და როდესაც პოლიტიკაში ხარ აუცილებლად უნდა შეძლო ყველასთან რაღაცა ურთიერთობების დარეგულირება მე პირიქით მომხრევა როგორც პოლიტიკოსი მე მომხრევა ასეთი დიპლომატიის და ასეთი ურთიერთობის რომ ყველასთან შეძლო რაღაცა კომპრომისზე წასვლა რაღაცა გამოსავალის მოძებნა რამდენად სწორად იქცევა ახლა ქართული ოცნება ცდილობს რომ იმ რუსეთთანაც გაამყაროს ურთიერთობა თქვათ იმ ამერიკასთან გადატვირთვაზეა ურთიერთობის საუბარი იქ ევროპა კავშირზე გვეუბნება რომ ხვალზე მაინც ევროკავშირის წევრები გავხდებით ჩვენ და მაინც შემოვაბრუნებთ ამ ურთიერთობებს იქ ირანს ეპოტინება იქ ისრაელს ელაპარაკება აი რამდენად სწორად იქცევა ის სწორი დიპლომატია მიყავს ქართულ ოცნებას რთულია ამაზე გიპასუხოთ იმიტომ რომ ქართული ოცნება ცდილობს დაიჭიროს ბალანსი ნეიტრალობს თითქოს საფრთხეები და რას აკეთებს ამით ვერ მივხვდით ყოველ შემთხვევაში აკეთებს იმას რომ ცდილობს ყოველ შემთხვევაში დიდხანს შეინარჩუნოს ამით ურთიერთობა ხელისუფლება მაგრამ ამით რომ აღიზიანებს დასავლეთს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ამას ვერ ხვდება თუ შეგნებულად აკეთებს ნამდვილად ვერ გავიგეთ იმიტომ რომ არ ვიცი ხა რა დავარქვა იმ ამბავს რაც გააკეთეს მაგალითად უნგრეთთან მიმართებაში როცა სახელმწიფოს მთავრობის მეთაური წავიდა რა ქვია უნგრეთში მაგალითად არჩევნებს პირდაპირ პარტიულ კონფერენციაზე რომელიც გაიმართა წინა საარჩევნოდ სადაც ღიად დაუჭირეს მხარი ვიქტორ ორბანს და ხა არა აქვს ხა ამ ახალ ხელისუფლებას უნგრეთში მაგალითად ისეთი მოკლე მეხსიერება ეს ამბავი რო არ ახსოვდეთ და ეს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ჩვენს ქვეყანას იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ კიდევ ერთ ქვეყანას ვკარგავთ უკვე დავკარგეთ რომელიც დაგვიჭერდა აწი მხარს ეს ერთი ქვეყანა იყო დარჩენილი ევროპაში რომელიც ღიად უჭერდა საქართველოს მხარს და ესეც უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშა ისეთი ამბები ხდება ზუსტად ირანთან მიმართებაში როცა ძალიან უდროო დროს და უადგილო ადგილას აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები ქვეყანაში რომელსაც მთელმა მსოფლიომ ზურგი აქცია ხო ეს არის ირანი და არ ვიცი სამ ასეთ გაუთვლელი ნაბიჯების სულებს გააკეთებს ხელისუფლება არ ამგონია ეს ან ხელისუფლებას წაადგეს ან ჩვენ ხალხს ან ჩვენ ქვეყანას სრულად გეთანხმებით ნამდვილად გაუთვლელი ნაბიჯები ეს არ არის დახვეწილი პოლიტიკა სწორედ აქ მივყავდა მე აქამდე მინდოდა მისულიყავით და აქ მინდოდა ეს საუბარი ყოფილიყო რომ ნამდვილად არა დახვეწილ პოლიტიკას აწარმოებს საქართველოს იმიტომ რომ მაშინ როდესაც შენ ელემენტარული და უკვე ყველასათვის ცნობილი თემა რომ ევროკავშირში
გაწევრიანება გვინდა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ და აქეთ გქონდა ქართულ ოცნება სვლა და გეზი, მან უცბად აი ეს აქეთ სვლა და გეზი შეცვალა როგორი რიტორიკით ჩვენ ვიცი და როგორ გაფუჭდა ეს ურთიერთობები. ეხლა თქვენ ორბანი ახსენეთ და აუცილებლად ამ თემასაც მინდა შევეხო, იმიტომ რომ უნგრეთს აშკარა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უნგრეთთან ურთიერთობას ქართული ოცნებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სწორედ ეს ის ორბანია და ეს ის უნგრეთია, რომელიც ევროკავშირში ასე ვთქვათ ბალანს ორბანისეული ძალები იქ ბალანს ინარჩუნებდნენ ამ ბიუროკრატიაში, ევროკავშირის ბიუროკრატიაში და ეს იყო ის ქვეყანა, რომელიც ღიად და აშკარად, როგორც თქვენ ბრძანეთ, მხარს უჭერდა საქართველოს და ყველანაირად ამოხრუჭევდა იმ სანქციების დაწესებას, რომელიც არაერთ გზის გაჟღერდა, ვთქვათ, ევროკავშირში. ჩვენ ვიცით, რომ იქედან უკვე სანქციები დაწესებული არსებობს, მაგრამ ამ სანქციების უფრო მეტ პირს რომ შეხებოდა და უფრო გაღრმავებული და უფრო გამკაცრებული იყო, ამის საშუალებას ორბანი არ აძლევდა. თუმცა ეხლა ჩვენ აქ ქართულ დიპლომატიაზე და პოლიტიკაზე ვსაუბრობ და პარლამენტარი ბატონი ზარქუა მადიარზე, ანუ ეს ორბანის მაგივრად ეხლა ახალი გამარჯვებული ოპოზიციონერი, სხვათა შორის ორბანის პარტიიდან წასულია, ასე ვთქვათ და ორბანის გუნდის წევრი იყო. ძალიან გვაგონებს ჩვენ სიტუაციას, როგორც როცა იყო შევარდნაძის დრო, სააკაშვილი ერთი გუნდი იყვნენ. მერე გამოეყო და მოუწყო ის რაც იგივე სცენარი წარიმართა. იგივე სცენარი განვითარდა და აი ჩვენი დიპლომატების ენა და ჩვენი პოლიტიკოსების ენა ბატონი ზარქუა ამბობს, კონკრეტულად ასე ტრაგიკომედია პირდაპირ ჩემო ტელემაყურებლებო, პარლამენტარი აი ასე ახასიათებს მადიარს, მშვენიერი ჯიგარი ბიჭია ესეცო, აი ეს არის ჩვენი პოლიტიკა. აი ხოდა თუ ეს მშვენიერი და ჯიგარი ბიჭი იყო, ხონდა ენახათ წინ როგორ მიდის წინა საარჩევნო პროცესი ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად ყველა მთელი ქვეყნის დიდი ქალაქები იყო გადავსებული ოპოზიციონერების მხარდამჭერებით და აი ასეთ სურათს რო უყურებდა, მე ჩადიხარ და იმ ხალხს უჭერ მხარს, რომელიც უკვე დარწმუნებული ხარ, რომ წააგებს, ნუ არ მესმის. წაგებულ ომში შედიხარ ფაქტიურად. ჩვენ ხო ყველანი ვაკვირდებოდეთ რა ხდებოდა ამდენი ხალხი, ნუ არ ვიცი უნგრეთის ქუჩებში. აი ეხლა ამაზე მინდა კითხოთ ბატონოთა. უნგრეთის რეჟიმს ასე ვთქვათ და ჩვენსას ნამდვილად ბევრი საერთო და კავშირები ჰქონდათ. ძალიან გავდნენ ერთმანეთს, კი ბატონო. და როგორ ფიქრობთ, რომ რამ განაპირობა უნგრეთში ასეთი დიდი პოლიტიკური ცვლილება, ასეთი დიდი პოლიტიკური სურათის შეცვლა? ეს ხომ ხალხმა განაპირობა და რამდენად შესაძლებელია ჩვენთან იგივე სცენარი განმეორდეს? მოდი ჯერ ზარი შემოვიყვანო და მე ამ თემაზე ვისაუბროთ თუ შეიძლება. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. მოგესალმებით. ქრისტიანსა. ჭეშმარიტად გილოცავთ. ეს გილოცავთ. გაიხარეთ. ჩვენი პატრიარქი მე თვითონ ძალიან დიდი ისა მაქვს 84 წლის ვარ. და მე და პატრიარქი თითქმის ერთად გავიზარდეთ. და ბევრად პატარა კი არ ვარ და რომ შედი მაშინ სამება და ესენი არაფერი არ იყო. და ეს იყო სიონი მარტო. აი სლამაძი გოგო ვინარი მე მეწერებოდა ის თვითონ ასეთი ისტორია დახალგაზრდა და ეს ლამაზი გოგო ვინ არის? ეს არის ლამაზი მეშტის წარმომადგენელი. სვანი ვარ მე ხვისარი. ჩემო კარგებო, მერცმა მშვიდობა მოგცეთ, გახარება. ჩვენი პატრიარქის თანაც ის რაც იყო, ის პატივი მიიღო იმას. ნამდვილად. აი რესის ღირსი იყო. კი ბატონო. დიდება უთავს და მადლობა უთავს. გარდაცვლილმაც კი შეძლო და გაგვაერთიანა. პატრიარქს რომ ლანდღავდნენ მე რომ ნახე ერთი კაცი ეს მოკაკულიო როდის მოშორდება აქაურობასო. და მე დავიწყე კირები ჩავუღუნე თავი და მე ვინახარ შენ არ ხონია მე ვთხარ. აი ასეთი ხალხი ყავს ჩვენ, ასეთი ნაცები, ასეთი
ოპოზიცია თუ რაღაცა და ნუ არ ვიცი ღმერთმა შეუნდოთ იმიტომ რომ ჩვენ ყველა ქართველები ვარ ღმერთმა შეუნდოთ ყველა დიდება უყავს დიდება და მადლობა ზარისთვის ნამდვილად მართლაც საოცარი კაცი დავკარგეთ და რა ვიცი მასზე შეიძლება ისე უსასრულოდ ვისაუბროთ კი გამოჩნდებიან ქალბატონო ესეთი ადამიანები კიდე ბევრი მომავალშიც ვინც აუგად მოიხსენიებს მას და ძალიან ბევრ ძალიან კარგ ადამიანს ისეთ როგორც ჩვენი პატრიარქი იყო მისი უწმინდესობა რომლის მსახურებას შთააგონებდა მილიონობით ადამიანს რომელიც მართლაც იმედს გვაძლევდა ყოველთვის და ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენ ხალხს უამრავი განსაცდელის გადალახვის დროს და ეს მართლაც მისი ლოცვა მისი ქვეყნისადმი რა ვიცი ასეთი ერთგულება მართლაც შტამბეჭდავია და მისი ხსოვნა ალბათ აუცილებლად გადაეცემა თაობიდან თაობას ეს იყო უდიდესი მოღვაწე რომლის ამ ქვეყნად არ ყოფნა ძალიან მალე დაგვეტყობა მომავალშიც ხა ხომ მაგრა გვაკლია მომავალში უფრო დაგვაკლდება და ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკლისი ამ საუკუნეში არ ამგონია კიდე ასეთი ადამიანი ნუ რა ვიცი ღმერთმა ქნას რომ გამოგვიჩინოს უფალმა და ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხიც სხვათა შორის ღმერთმა ქნას რომ მისი ადგილი ღირსეულმა ჩვენი ქვეყნისადმი და ეკლესიისადმი ერთგულმა ადამიანმა დაიკავოს ბატონო პატრიარქმა გარდაცვლილმაც კი შეძლო და გაგვაერთიანა ერი ნამდვილად ზარია პირდაპირ ეთერში და ის კითხვა გვჩება ისევ ღიად გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მაპატია რომ გაკუთვნებს გისმენთ სიცხელი არის ქართველები არის მეტად აუხალებს გამოდიან ტელევიზიაში და აი ორბანმა ბაგო ეს მოვიდა აი ეხლა გავიხარებს და რაზე გაიხარებენ არის უბრალოდ პიროვნება გამოვიდა თქვა რომ ოჯახი არის ქალი და კაცი და უწერდა მასვანდებულობა ხარ ხო ხარვეზი იყო რაღაც ეთერში და ბოდის გიხდით ბატონო ტექნიკური ჯგუფი ძალიან გავს ჩვენ ვამბობთ რომ ძალიან გავს იმ სიტუაციას ორბანი ამბობდა ასევე გარდა იმისა რაც თქვენ ბრძანეთ რომ მე თუ არ ვიქენი ხელისუფლებაში აქ იქნება ომი ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით არანაირი საომარი მოქმედებების ნიშნები უნგრეთის პოლიტიკაში არ არსებობს და ღმერთმა არ ქნას რომ ყველაფერი მშვიდობიანად მიდის. ხო, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ნამდვილად რა ვიცი, ყველა ნორმალური ადამიანის და ქვეყნის ინტერესში არ შედის რომ კი, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. არ იყოს რაღაც ასეთი სამხედრო და შეიარაღებული დაპირისპირება. ეს როდესაც ამ სანქციებზე ვსაუბრობთ ხელისუფლების ჩინოვნიკების მიმართ, ეს ჩვენთვისვე ცუდია, იმიტომ რომ დასანქცირებული ხელისუფლების პირობებში ყოფნა მოსახლეობისთვის ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია. ეს მარტო ცალმხრივად ხომ არ უნდა გავიგოთ ეს სანქციები და გვიხაროთ ეს რომ რა კარგია ის დასანქცირდა, ეს დასანქცირდა. ეს ხომ ჩვენზე ძალიან ცუდად აისახება, ხო, რა თქმა უნდა და აი სწორედ ის უნგრეთი გახლდათ ის ქვეყანა, რომელზედაც წეგან მოსაუბრობდი, რომ მივევროკავშირში მხარდამჭერი იყო იმისა, რომ საქართველოსთვის და ქართველი ჩინოვნიკებისთვის არ დაედოთ ის სანქციები, რასაც უპირებს თქვათ არა მარტო ევროსაბჭო, ევროკავშირი, არამედ ეხლა უკვე ამერიკაც და უილსონი ალაპარაკდა კვლავ და კრამერი უშუალოდ აი ამ სანქციებთან დაკავშირებით. ბატონოთარ, აი სწორედ ამ უნგრეთზე ვსაუბრობდით, სანქციებით ნამდვილად ვერ ვიხსენებ ქვეყანას, რომელთაც აი სანქციებმა შეცვალა ხელისუფლება. მაგალითად ესტონეთმა გაიწვია ახლა თავისი ელჩი და გადაიყვანა საქართველოსდან იმაში რა ქვია სომხეთში, ეს არაფერს არ შეცვლის ხა ოცნების საზიანოდ. ის სანქციებიც ხედავთ რომ არაფერს არ ცვლის. მე სანქციებით შეცვლილი ხელისუფლება ჯერ არსად არ მინახავს. ნუ არ ვიცი, ამერიკას ჯერ ჩვენთვის არ ცალია. უბრალოდ ხალხს გაუჭირდება. ერთი შეიძლება რაღაც ამერიკის ჩართულობით რაღაც შეიცვალოს სადმე ხელისუფლება, მაგრამ ის რომ ევროპული სანქციები რა მუშაობს და ესტონეთი თავის ელჩს წაიყვანს თუ დააბრუნებს უკან, ამით არაფერი უნდა ვთქვათ რომ არ იცვლება. ერთი
ყველაზე კაი ვარიანტია რომ ხელისუფლება შეიცვალოს ისევე როგორც ეს მოხდა უნგრეთში, ეს ხელისუფლება შეიცვალოს, არ ვიცი, სადაც არ უნდა იყოს ჩვენ სამეზობლოში, ჩვენ მეგობარ ქვეყნებში, სასურველია რა თქმა უნდა, ყველგან შეიცვალოს არჩევნების გზით და ამაში თითი არაფერი არ არის. საქართველოში რამდენად შესაძლებელია, აი უნგრეთის საკმარისია, ხო 16 წელი მართავდა ახლა ორბანი და ხალხმა ჩათვალა, რომ ის უნდა შეიცვალოს და მართლაც ის ხმები აიღო ორბანმა, რაც ეკუთვნოდა. აი ჩვენთან შესაძლებელია იგივე სცენარი განვითარდეს და ასევე მშვიდობიანად დასრულდეს თქვა ეს ხელისუფლება. არ ვიცი, ხა თუ ხალხმა ჩათვალა საჭირო ოცნება უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, ჩვენ რა უქნება. ანუ ხო ძალა ხალხის ხელშია. რა თქმა უნდა, აი ასე უნდა იყოს, უნდა ჩატარდეს რა მშვიდი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე არჩევნები, სადაც დავინახავთ რეალურ შედეგს. უცხადებს კიდევ ერთხელ ოცნებას ხალხი ნდობას მაშინ უნდა დარჩეს და ხა თუ არ უცხადებს რა იყო რა ძალად თავს რომ ახვევ ძალით იცით რა არის არავის გაყურებია გაყალბებული არჩევნები ახლა რა თქმა უნდა ისეთ ქვეყანაში როგორც უნგრეთი აუცილებლად იქ იქნებოდა მცდელობა იმისა რომ არჩევნები გაყალბებულიყო აუცილებლად ისევე როგორც საქართველოში მაგრამ იქ ხელში ამოვიდა და ამბობდნენ ბევრი ხალხი გავიდა როგორც მიშა სააკაშვილის დროს ოპოზიცია იმდენად მეტი იყო რომ ვეღარაფერი ვეღარ შეძლეს და ვერაფერი ვეღარ გაახერხეს ანუ საქართველოში ჩვენი ხელით შეგვიძლია ავაშენოთ ის მომავალი რომელიც ჩვენ გვსურს ახლა როგორც თქვენ ბრძანებთ თუ კი ვთქვათ მაინც იმ ქართულ ოცნებას დაუჭირეს მხარი მე გაყალბებულ არჩევნებზე არ ვსაუბრობ დემოკრატიულ არჩევნებზე ეს კიდევ სხვა არის მაგრამ ჩვენ ხო ვხედავთ რომ მათი ხარდაჭერა სულ უფრო და უფრო მცირდება და სულ უფრო და უფრო ეშვება საქართველოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების რეიტინგი მით უმეტეს ახლა მე აუცილებლად ალიევის ვიზიტზე მინდა ვისაუბრო თბილისში ვიცი ჩვენ რომ სწორედ ბატონი ალიევი ბრძანდებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამობრძანებული საქართველოში და მისი პირველი შეხვედრა მოხდა პრეზიდენტთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ბატონ ყაველაშვილთან, მეორე შეხვედრა იყო ბატონ კობახიძესთან, პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვართ საპარლამენტო ქვეყანა და ანუ ქვეყნის პირი გახლავთ პრემიერ-მინისტრი და ამიტომ ყველა საკითხი ალიევს წესი და რიგით უნდა გადაეწყვეტა, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ ალიევის პროგრამაში, ოფიციალურ პროგრამაში სულ არ იყო გათვალისწინებული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. რატომღაც ბატონმა ალიევმა მოინდომა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და ჩვენ ვხედავთ აი ჩემთვის მაგალითად ძალიან სამარცხვინო კადრები, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ ასეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემთვის სამარცხვინოა, რომელიც ნაცემი ბავშვივით უკან დაყვებოდა ბატონ ალიევს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ანუ მათ გვერდითაც კი არ იდგა. აი აშკარად გამოხატულება იყო ის, რომ ის იყო მეორე და მეცხრე ხარისხოვანი ფიგურა საქართველოს სინამდვილეში და საქართველოს ხელისუფლებაში. მაშინ როდესაც კონსტიტუციით ბატონი პრემიერი გახლავთ პირველი პირი. აი როგორ ფიქრობთ ბატონო ოთარ, რატომ შეხვდა ბატონი ალიევი ივანიშვილს? აი რა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ და მხოლოდ მართველი პარტიის ლიდერია. თავმჯდომარეა, საპატიო თავმჯდომარე და მეტი არაფერი და რატომ უნდა შეხვედროდა ვთქვათ სხვა ქვეყნის პირველი პირი ბიძინა ივანიშვილს და რატომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ბატონ კობახიძესთან შეხვედრით? ჩვენ საუბრობდით ახლა სანქციებზე, მართლაც სანქციები ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი ქვეყნისათვის და განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორც ჩვენ ვართ და ეს დასავლური სანქციებია და როცა ხედავთ ამ ფონზე რომ ალიევს აქვს ძალიან კაი ურთიერთობები დასავლეთთან პრაქტიკულად ის რა წკეთდება ახლა იმ დერეფნის სახით რომელიც ზანგეზურზე გადის სადაც აქტიურად არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ეს ვერსიაც განვიხილოთ რომ იმისთვის რომ საქართველოს დაალაგოს ურთიერთობა დასავლეთთან და მათ შორის კი არა პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიძლება ეს ამბავიც ეს ვიზიტიც გამოიყენეს ამ თემისთვის ესაუბრდნენ ალბათ იმაზე რომ ამ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მისმა პირველმა პირმა იქნებ აიღოს შუამავლის როლი ამერიკასა და ჩვენ ხელისუფლებას შორის იმისათვის რომ ეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაათბეს ან ყოველ შემთხვევაში ეს პირველი ნაბიჯები გადაიდგას სამხრეთ კავკასიაში ხო, ну ეს ერთ-ერთი ამ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს ვიზიტი. ერთ-ერთი ის არის ვერსია იმისი, რომ
შეხვედრა წარმართავდა სწორედ ბიძინა ივანიშვილი და არა პრემიერ-მინისტრი. ამან უფრო დიდი მიანიჭა ამ შეხვედრას. და აუცილებლად იქნებოდა ამ თემაზე საუბარი. მართალია, ბევრი დეტალი ჩვენ ბევრი კი თითქმის არაფერი არ ვიცით, რაზე იყო საუბარი. იქ არ დაასწრეს ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი ჟურნალისტები იქ პრესკონფერენციას, ესეც რაღაც ძალიან დიდი ნონსენსია. როგორ შეიძლება ქვეყანაში, რომელშიც ჩამოდის უცხო ქვეყნის, მეზობელი ქვეყნის პირველი პირი და იქ თუ გამართავ შეხვედრას პრესასთან, იქ არ ესწრებოდეს ადგილობრივი მასმედია. ესეც ძალიან გასაკვირია, მაგრამ იქაც ისეთი მწვავე კითხვების მოსმენა ნამდვილად არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ხელისუფლებისთვის, ისეთი, რომელიც მაგალითად ეხება დავით გარეჯს და იქ გასხვისებულ აღდგომის და ჩიჩხიტურის მონასტერს, რომლის სადაც ჩასვლა პრაქტიკულად ჩვენ გვეგზალება, ასევე დაისმევოდა ალბათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატო არის დაკეტილი ეს სახმელეთო მიმოსვლა იმასთან, რა ქვია, აზერბაიჯანთან და უკვე წლებია პრაქტიკულად კოვიდის შემდეგ ეს გზა არ გახსნილა. არ ვიცი, აი ეს სიტუაცია გვაქვს სამწუხაროდ. ჩვენს მოქალაქეებს უწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რა ქვია, თვითმფრინავით არის შესაძლებელი მოხდეს აზერბაიჯანის დედაქალაქში და იქ ქვეყნის სხვა ადგილებში. რაც მართლა ძალიან ამ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის ადვილი, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს გზა რატო არ არის, თუნდაც თვითონ რომ დაესვათ მართლაც ეს შეკითხვა ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ კოვიდი და სხვა რაღაც ეპიდემიები უკვე წარსულშია და რატო არ უნდა გახსნილიყო ამდენი ხანი გზა, ხო? ბატონო, მე აუცილებლად მინდა ახლა ვისაუბრო. და არის იყო საუბარი, მხოლოდ იქ რაღაცის ცენტრის გახსნა, ახლა იგეგმება. კულტურული ცენტრის გახსნა, კი. ცენტრის, ალიევის სახელობის კულტურული ცენტრის გახსნა. რომელსაც ასევე მღელვარება მოყვა, იმიტომ რომ მართლაც ის ხალხი, ვისაც იქიდან ასახლებენ, კწანისიდან არის. ძალიან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ ესეთ გასახლებებს, გამოსახლებებს და იქ ასეთ შემთხვევებში აძლევენ მიზერულ კომპენსაციებს. გახსოვთ ხო ალბათ თვალჭრელიძის ქუჩაზე ვიღაცამ დეველოპერმა, რომელიღაც ბიზნესმენმა დაადგა იქ თვალი, უნდა გადავასახლოთ ის მოსახლეობა და ქირას აძლევდნენ 200 თუ 300 ლარი იყო. 200 ლარად იმას რა ქვია 5 კვადრატულს ვერ იქირავებ ყველაზე ეს ცენტრისგან მოშორებულ ადგილებშიც საქართველოს დედაქალაქშიდან. ახლა სად უნდა წასულიყო ხო ეს ხალხი, რა მაშინაც გახსოვთ უკმაყოფილება. ბევრი ასეთი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ და ახლა ამ შემთხვევაშიც ესეა. ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ამ დოკუმენტს ბრძანებულებას ექსპროპრიაციის, ქონების ექსპროპრიაციის შესახებ, ანუ ფაქტიურად იმ ოჯახებს ჩამოერთმევათ ეს ბინები, მაგრამ აქ საქმე რაშია, იცით? ხელისუფლება ცდილობს მათთან რაღაცა მოლაპარაკებას. თუმცა აქ არის ისეთი ოჯახები, რომლებიც ნაწილობრივ მზად არის ამ მოლაპარაკებაზე, მაგრამ ამბობენ, რომ ამ კომპენსაციით, რასაც ხელისუფლება გვთავაზობსო, ჩვენო ვერავითარ შემთხვევაში ბინებს ვერ ვიყიდითო. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ოჯახები, რომლებიც ამბობენ, რომ არანაირ ფასად ჩვენ აქედან არ გავალთ. აი, რამხელად სტრატეგიული ვიცი ზარია, ეხლავე შემოგიყვანთ ბატონო, დავასრულებ წინადადებას. ეკონომიკის მინისტრი ასაბუთებს თავის ბრძანებულებაში ამ საკითხს იმით, რომ ეს არისო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტიო და ამიტომ აუცილებელია თქვენი აქედან გასახლებაო. ზარია პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ. ქრისტიან დგა. ჭეშმარიტად. ალბათონო ირმა და ბატონო ოთარ. ჭეშმარიტად გილოცავთ. ჩელვალე დღესაც ჩვენც გილოცავთ. ძალიან მაინტერესებს ახალ კითხულობდა აი ეს უცბად როგორ გარდაიცვალა აი ეს რა ქვია ჯორბენაძე რომელიც ახმოვანებდა იმას რა ქვია დავით გარეჯის ამბავს და პირდაპირ ხელს ადემდა პრემიერ-მინისტრო, მაგან მოუწერა ხელი
ქალიებს. კი ბატონო. აი მაგის შესახებად სულ ყველა ტელევიზია და გაჩვენებულია და არავინ არ ახმოვანებს. იქნება ამიხსნათ რა. გასაგებია. ნუ ახლა რა უნდა აგიხსნათ ბატონო ჩემო ფაქტი ის არის რომ დავით გარეჯის საკითხი წამოიწია ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს და თქვენ თუ თქვათ YouTube-ზე მოძებნეთ ამ მასალებს პირადად მე ნანახი მაქვს ეს დოკუმენტური მასალები სადაც სააკაშვილი საუბრობს იმის შესახებ რომ ეს დავით გარეჯი აუცილებლად უნდა გადავცეთ აზერბაიჯანსო რატომ იმიტომ რომ მათთვის ესო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტიაო და მათთვის სჭირდებათო და ჩვენთვის ესო ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტსო არ წარმოადგენსო როგორც თქვათ აზერბაიჯანსო და ამიტომო ჩვენო მომხრევართო რომ ეს გადაეცესო ეს ტერიტორია აზერბაიჯანსო თუმცა სააკაშვილის დაწყებული საქმე მე იცით გახსოვთ თქვენ ეს კარტოგრაფების საქმე იყო ვიღაცა საცოდავ კარტოგრაფებს ჩამოაწერეს ხელი ჩამოირეცხეს მათზე ხელები და აკავეს კიდევაც ისინი საპატიმროებშიც იყვნენ თუმცა თქვენ ხვდებით რომ კარტოგრაფების დონეზე ეს თემა ვერანაირად ვერ გადაწყდებოდა სააკაშვილის პერიოდში ეს ვერ მოხერხდა თუმცა ეს დასრულდა უკვე ქართული ოცნების პერიოდში ახლა როგორც თქვენ ჯორბენაძე ახსენეთ კი ბატონო ის საუბრობდა იმის შესახებ რომ ამ დოკუმენტსო პირდაპირ ბატონი კობახიძე აწერსო ხელსო დავით გარეჯის გასხვისებასო თუმცა მე პირადად ეს დოკუმენტი ნანახი არ მაქვს ნანახი ბატონი კობახიძის ხელის მოწერა იქ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ეს გასაჯაროვდება და ეს თვალნათლივ გახდება ჩვენთვის ის რომ ქართული ოცნება ძალიან ეშმაკურად დუმს და საერთოდ ხმას არ იღებს აი ამ დავით გარეჯის გასხვისების თემაზე ეს უკვე მანიშნებელია იმისა რომ ქართულ ოცნებას ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული საქართველოს მოქალაქის წინაშე. რატომ არ არის ეს დოკუმენტი გასაჯაროებული? აი მე მაგალითად რატომ არ უნდა ვიცნობდეთ თქვენ მაგალითად რატომ არ უნდა იცნობდეთ ამ დოკუმენტს და არ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ის მტერი და ის ქვეყნის გამყიდველი ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ბატონი ჯორბენაძე ამტკიცებდა იმას მე არ ვიცი მას საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია რომ ამ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი კობახიძესო საიდან იცოდა კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა არ ვიცი ბატონო თქვენ გინახავთ ეს დოკუმენტი მე ნამდვილად არ მინახავს და არ ვიცი ვის აქვს ხელი მოწერილი მაგრამ ქართული ოცნების პერიოდში რომ დასრულდა ეს პროცესი ეს ნათელია ეს რომ ასე არ ყოფილიყო ქართული ოცნება აქვამდე 10 ჯერ გამოიტანდა იმ დოკუმენტს და გვაჩვენდა რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის ეს ნაციონალების დროს გასხვისდა მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ დაზუსტებით იცის საქართველოს მოსახლეობამ რომ დაიწყო სააკაშვილმა და დაასრულა ქართულმა ოცნებამ ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ ალო ბრძანეთ ბატონო ალო გისმენთ გამარჯობათ ეთი კითხვა მაქვს ასეთი ოდიშეთ ვაბისოდა ნორმალურად ხო კითხვა მაქვს ასეთი დიახ დაიწყო სააკაშვილმა და დაასრულა კობახიძე დიახ სააკაშვილმა რო დაიწყო ჩემზე კარგა თქვენ იცით სტრატეგიული ობიექტი კი ეს ყველა მიწის ტელევიზიითაც გამოვიდა მაგრამ აი როგორ დაამთავრა კობახიძე აი დამისაბუთეთ ეგ მაინტერესებს ხო და ზუსტად მაგაზე ზუსტად ქალბატონო არა ქალბატონო ირმა თქვენ თუ ჩვენი ეთერის მაყურებელი ხართ გეცნობთ კი ბატონო ეხლა გეტყვით მე თქვენ ამ წუთში არ მისმენდით რას ვამბობდი რომ ეს დოკუმენტი მე არ მინახავს და კობახიძის ხელის მოწერა თუ სხვისი ხელის მოწერა არ ვიცი მეთქი და თქვენ კიდევ ახლა მთხოვთ დამისაბუთეთ რა თუნდა ხამას და წავიდეთ ხვალ და ნახავთ რომ არ მიგვიშვებს იქ ეს სასაზღვრო ჯარის წარმომადგენელი აზერბაიჯანის თქვენ იქ არ ბრძანდებოდით როდესაც აი ჩვენ მაგალითად პატრიოტთა ალიანსის დავით გარეჯში ჩავედით 10,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე გამოყვა ჩამოვიდა იქ უზარმაზარი აქციები გავმართეთ სწორედ ქართული ოცნების პერიოდში ხდებოდა ეს ამბავი მაგრამ ის რომ დღეს უკვე იქ ვეღარ მიხვალ და აღარავინ აღარ შეგიშვებთ იმიტომ რომ იქ აზერბაიჯანული ჯარისკაცებით განა. ანუ მეტი როგორღა დაგისაბუთოთ, გისაბუთებთ ბატონო, სულ რაღაცა 7-8 წლის წინ ჩვენ ეს აქცია იქ გავმართეთ და ეხლა ვეღარ გავმართავთ. ანუ ვის პერიოდში მოხდა? ქართული ოცნების პერიოდში მოხდა, დაგისაბუთეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ დოკუმენტზე ვისი ხელის მოწერა ის ნამდვილად არ ვიცი. თუმცა არსებობს ჭორები და არსებობს რაღაცა კულუარული საუბრები, რომ უშუალოდ კობახიძის ხელის მოწერაო.
ბატონო შორი არ არის მგონი ხო რაღაც 2 საათია დავით გარეჯამდე თუ ასეთი ინტერესი არსებობს ხო შეგიძლია ჩაბზანდეთ თუ კი პატრიოტი ბზანდებით ბატონო შეგიძლია თუ თქვენ აღმოჩნდით ჩიჩხიტურის ან აღდგომის მონასტერში რა ვიცი ძალიან გაგვახარებთ ჩვენ კი არ გვეწყინება და იქნებ ქართული დროშაც წაიყოლოთ და იქ ახლო-მახლო სადღაც ჩაარჭოთ რომ ეს საქართველოს ტერიტორია მონიშნოთ ზუსტად მაგისთვის ვებრძვით ჩვენც და კარგია თუ გვერდში დაგვიწყდებით ჩვენ ვწდებოდეთ რომ ჩვენ იქ არ შეგვიძლია ზარია კლავ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ისაუბრეთ ალო გამარჯობა გამარჯობა ბოდიში ეხლა გიქნებ და რა მიგვეს იცი თუ ირაკლი კობახიძე ეს თავრობა პასუხს არ გცემს მიმართეთ აზერბაიჯანის თავრობას და თხოვეთ იქნება იმათმა მოგცემს ის დოკუმენტაცია რაზეც რის გამოც აიღეს ის ტერიტორია უნდათ ბევრი კითხვების დასმა ჟურნალისტებს არ ვიცი სხვა არხებიდან მათ შორის ჩვენ არხ ვერავინ ვერ მოხვდა მათთან შეხვედრაზე ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო მისი ვიზიტის დროს ამ საკითხის და ძალიან ბევრი სახმელი თუ გზის გახსნის რატო არ იხსნება ამდენ ხანს წლების განმავლობაში ჩვენი ხალხი წვალობს ვისაც აქვს კავშირი აზერბაიჯანთან ვერ ახერხებს სახმელთო გზით წავიდეს ამ ქვეყანაში და იქ რაღაც თავის საქმეზე, ნუ რა ვიცი. ეს არ ხერხდება სამწუხაროდ ბევრი კითხვები დაგროვდა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და უბრალოდ ამის გარკვევისთვის ძალიან კაი შესაძლებლობა იქნებოდა რომ მართლაც მიეცათ საშუალება ჟურნალისტებისთვის ბევრ არხს ჰქონდა ამის სურვილი ამ როგორც ბეჭდურ მედიას ისე ელექტრონულ მედიას იქ ამ პრესკონფერენციაზე აღმოჩენილიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ეხლა ჩვენ როგორ შეგვიძლია ხო ვიმარჩიელოთ რა პასუხი ექნებოდა აზერბაიჯანულ მხარეს იქნებ რაღაც საჩვენოს ამბობთ ხო? არა, ბატონო, მეცით რა ბრძანა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად თუ მიმართეთო და გამოითხოვეთ ეს დოკუმენტაცია და თქვენ ისეთ რომ აზერბაიჯანული მხარე ამ დოკუმენტაციას ჩვენ არ მოგცემს. ის პირდაპირ გვეტყვის რომ თქვენ ხელისუფლებას მოთხოვეთ ეს დოკუმენტაცია და გვაძლევს ჩვენი ხელისუფლება, ბატონო. ეს ხომ ძალიან მარტივია, ეს ძალიან მარტივია. ბატონო თარ, მე აუცილებლად მინდა ფასებთან დაკავშირებით ვისაუბროთ. და არ არის ვალდებული აზერბაიჯანის საელჩო. არა, არ არის ვალდებული, იმიტომ ჩვენ არ მოხდეს ჩვენ მოქალაქეებს. არა, ის პირდაპირ გვეტყვის, რომ წადით თქვენ ხელისუფლებას მოთხოვეთ, იმიტომ რომ თქვენი ქვეყნის მოქალაქე ხართ ოფიციალურად. ყველა საელჩო ემსახურება თავის ინტერესს იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება და ემსახურება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მათი მოქალაქეები ამ ქვეყანაში, ხო? არანაირი ის არ აქვს ვალდებულება მაგალითად არანაირი ვალდებულება არ გაჩნდა საქართველოს მოქალაქეებს გასცეს პასუხი. კი ბატონო. ბატონო თარ ფასებთან დაკავშირებით ისარგებლებს აუცილებლად. საქართველოს სადისტრიბუციო ასოციაციამ გააკეთა განცხადება, რომ აღდგომის შემდეგო ფასებიო კვლავ ისე მოიმატებსო, რატომ? იმიტომ რომ გვაქვსო ჩვენო ამისი საფუძველიო, ამისი თქმის საფუძველიო, იმიტომ რომ საერთაშორისო დისტრიბუტორები უკვე ანონსებენო ფასების ზრდასო, უფრო მომატებული ფასებით შემოვაო და პირდაპირ მიზეზად ასახელებენო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასო. და მეორე საკითხი სწორედო ელექტროენერგიის ფასების მატებასთან დაკავშირებითო საქართველოშია. აი ახლა მე მიჩნდება ძალიან მარტივი შეკითხვა. ხელისუფლებამ მოკლედ პარლამენტის ფასების დამდგენი კომისია შექმნა და ამ საპარლამენტო კომისიამ გადაწყვიტა რომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია უნდა ჩაერთო ამ საქმეში აუცილებლად, რომელიც დაეხმარებოდა ფასების დარეგულირებაში. თუმცა ხელისუფლება საპარლამენტო კომისია ამბობს, რომ ჩვენ ეხლაო ამ საკონსულტაციო კომისიასო, საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიასო აღარ მოვიწევთო. ანუ მიუთითებს ალბათ ეს სავარაუდოდ იმაზე, რომ ეს კომისია ვერაფერს ხდება. ვერანაირად ვერაფერს ხდება. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა. ეხლა ხელისუფლება ამას ძალიან მარტივად გვიხსნის და გვეუბნება კი ზარია, ვიცი, დავასრულებ კითხვას. ხელისუფლება მარტივად გვიხსნის და გვეუბნება, რომ აქო ფასების ზრდაო გარდაუვალიაო, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში ასეთი ვითარებოდა, ჩვენ დიდად ვიყავითო ირანის ექსპორტზე დამოკიდებულიო. რატომ აუცილებელი იყო, რომ პარალელურ რეჟიმში ისედაც ესე დამძიმებულ საერთაშორისო ურთიერთობების პარალელურად შენ ელექტროენერგიას აძვირებ კიდევ, რაც კიდევ ერთხელ მძიმე ტვირთად დააწვება საქართველოს მოქალაქეებს, გნებავთ იგივე როგორც გადასახადების ნაწილში, ისევე საკვები პროდუქტების ნაწილში. მოდი ზარი შემოვიყვანოთ ჯერ და ვისაუბროთ ამ თემაზე. მოგესალმებით, ისაუბრეთ. მოგესალმებით. მოგესალმებით.
ფასების მომადგენელზე ეუბნებით. ბატონო ვერ გავიგეთ. ფასების მომადგენელზე დიახ. არავინ არ ამბობს, არც ოპოზიცია და არც არავინ. ამდენი შრომავლები რომ არის. სწორია. ამდენი საკვავზე აზერბაიჯანიდან მოდის საკვავი გაზი, ერთი დისტრიბუტორი არის ჩვენი, იმამდე საკვავზე საკვავზე მეორე. აი არა ასავალდა ყოველთვის წერია. ლარნახევით არის გაჯერებული საკვავი. ამ დისტრიბუტორების გამო. ასევე არის რუსეთიდან. ასევე არის ელექტროენერგიაზე. ერთი ბოზიდან, ერთი არის მეორე ბოზიდან, მეორე არის და ყველა იპარავს ფულს. ამაზე არ არის უარყოფა. რაშვაშია საერთაშორისო აკումერები ჩვენ შიგნით ვერ მოგვარებულია. გასაგები. მართალია, სრულად გეთაყვებით ბატონო, თუ შეიძლება კომენტარი გააკეთე და ბარემ კითხვაზე პასუხსაც გამცემ და დავასრულოთ ეთერი. უკეთი პრობლემების და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია. ხელისუფლებასაც უნდა გაეკეთებინა, უნდა შეემცირებია დაღიგეს და აქციზის გადასახადები, მაგრამ არ ვიცი, ამას ამ კომისიის შექმნამ არაფერი ცვლილება არ მოიტანა, პირიქით ფასები უფრო გაიზარდა, ის რაც გააკეთეს ეს არის რომ 30%-ით მოემატა ელექტროენერგიის გადასახადმა და სწორედ აღნიშნა ჩვენმა მსმენელმა რომ შუამავლებს ეთყობა მადა გაეხსნათ, იმიტომ რომ მარტო ელექტროენერგია რომ მოდის რუსეთიდან, იქ 6 საშუამავლო კომპანია ღებულობს ამაში მონაწილეობას და ისინი არ არიან საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომ უფასოდ შემოგვიტანონ აქ და თავისი ტარიფი იქ არ ქონდეთ განსაზღვრული ამ იმაში რა ქვია ფასში და ეს დაეთყო კიდევაც. იყო 2 კვირის წინ დაიწყო ეს პროცესი ასევე საწვავთან დაკავშირებით. 80 თეთრი იყო მაშინ, ეხლა მართლა ლარნახევარი არის მომატებული და პრაქტიკულად ერთ-ერთ ნორმალურ საწვავს 3 და 80-ზე ნაკლებად ვერ ჩაასხავ. ნუ თუ გვინდა მართლაც ნორმალური საწვავი ჩვენი ავტომობილებისთვის და აი ეს სიტუაცია გვაქვს სამწუხაროდ. მე არ ამგონია რომ რაღაც დადებითი შედეგი მოიტანოს კომისიის მუშაობამ, მაშინ როდესაც აი ასე არის გაზრდილი საწვავზე და ელექტროენერგიაზე ფასი, იმიტომ რომ ეს ზრდის ამ პროდუქციის გადატანის ხარჯებს, ზრდის პროდუქციის და სურსათის შენახვის ხარჯებს, იმიტომ რომ თითქმის ყველა პროდუქცია სჭირდება მაცივარი რო გადასახდელი კიდე კომერციული ტარიფი არის ბევრად უფრო მეტი, განსხვავებული, ვიდრე ჩვენი მოსახლეობის უფრო მაღალია. და 4-დან 6 თეთრამდე როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ეს ისინი რა ქვია ქსელების მარკეტების რომ რაღაც თავისთვის რომ ზარალი მიიყენონ დააკლებენ ფასებს, ნუ ახლა არ ვიცი, ასეთი ალტრუისტები ჯერ არც ერთ ქსელს არ აყავს, ხო, საქართველოსი და ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამ სამ არ ვიცი, არ შემცირდება მაგალითად ან დღგ, ან აქციზი, ან ეს ტარიფი, რომელიც ასე უსამართლოდ იქნა დაწესებული მარეგულირებლების მიერ. მძიმე ნოტაზე უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, უნდა ველოდოთ ფასების ზრდას, იმიტომ რომ ამისი საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. რას ვიზავთ? ნახოთ. ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, დიდი სიყვარული და პატივისცემით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.